ქართული ოცნება ხალხის წამების და მოწამვლის საქმიდან ივანიშვილის გვარის გაქრობას ყველა ხერხით ცდილობს. დღეს ოლიგარქის პარტიამ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალურად მიმართა. უარყოს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა გასცა ხალხის სასტიკი მეთოდებით დარბევის ბრძანება. მოთხოვნებს შორისაა ბოდიში და ფაქტების უარყოფა, რომ თბილისში ხალხს ქიმიური ნივთიერებებით სწამლავდნენ. BBC ცრუთ და სანდო-მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს. პირველი, ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან. მეორე, BBC-ს მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა. ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის თითქოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია. თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ მოიფხვა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. რატომ არის ივანიშვილისთვის დიდი საფრთხე BBC-ს გამოძიება და მისი სახელის დასახელება როგორც სასტიკი მეთოდებით დარბევის ბრძანების გამცემად? ოლიგარქს ბრიტანული სანქციების ეშინია, თუ ეს ამოქმედდება, მის მრავალ მილიარდიან იმპერიას კიდე უფრო მძიმე დღეში ჩააგდებს. აქცენტი ივანიშვილზე რო გაკეთებული ჩანს, რომ რაღაც ტექნიკურ დეტალებში მიზურებიან და ცდილობენ რომ რაღაც ივანიშვილს რაღაცა აცილონ. თუ მაინც და მაინც რაღაცა ჩვენ აქ კიდეთ რაღაცა პასუხისმგებლობა, მაგრამ ივანიშვილს თავი დაანებეთ, იმიტომ ივანიშვილი დაშოვაშია. რაც არ უნდა წაეშალდათ იქ და რაც არ უნდა გაენადგურებინათ რამე კვალიფიკაციასა და შესაძლებლობებში, მაინც ჩანს რომ ფორმა და ინტენსივობა ისეთი იყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს როგორც ქიმიური ნივთიერების გამოყენება. მე მგონი რომ აქედან ვერ გამოძრებია. რეალურად თუ იარსებებს ასეთი საერთაშორისო დავა, ის უნდა დაეყრდნოს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც დაადგენს თუ რითი მოგწამლეს 2024 წლის დეკემბერში და არა იმ სპექტაკლს სუსმა 5 დღის განმავლობაში, რომ ჩაატარა სიმართლის დასამალად. ქიმიური ნივთიერებით ხალხის მოწამვლაზე პასუხისმგებლობის ასარიდებლად ოცნებას მტკიცებულებების წარდგენა დასჭირდება. ოცნებამ უნდა დაამტკიცოს, რომ აქციების დარბევის დღეებში ივანიშვილი არ ყოფილა კავშირზე არც კობახიძესთან და არც ვახტანგ გომელაურთან. როგორ აპირებენ ამის დამტკიცებას? დღეს ამ კითხვაზე პასუხი ალექსანდრე დაარხვალიძეს არ აღმოაჩნდა. არადა სწორედ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სასტიკი მეთოდებით ხალხის დარბევის დროსაც. რითი დაამტკიცებთ, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ბიძინა ივანიშვილს არ ქონია არანაირი კომუნიკაცია? რითი დაამტკიცებთ, რომ აქციების დაშლის დროს ბიძინა ივანიშვილი არ იღებდა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში? რა მტკიცებულება გააქვთ? ოცნებას ასეთი გეგმა აქვს. თუ BBC მათ პირობებს არ დათანხმდება, საქმეს ჯერ კომუნიკაციების ბიუროში წაიღებენ, შემდეგ ბრიტანეთის სასამართლოში და ბოლოს სტრასბურგის სასამართლოში. ევროსასამართლოში საქმე ნამდვილად მოხდება, თუმცა ამას ქართულ ოცნებამ და ის ადამიანები გააკეთებენ, ვინც დეკემბრის მოვლენებისას წამებისა და მოწამვლის მსხვერპლები იქცნენ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცავს ადამიანის უფლებებს სახელმწიფოსაგან ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ის არ იცავს თვითონ დამრღვევის სახელმწიფოს უფლებებს, იმ სახელმწიფოს უფლებებს, რომლებიც თავად არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს მინდა უთხრა პაპუაშვილს და ქართული ოცნების სხვა შესაბამის მესვეობას. პროცედურული და გარკვეული უფლება რომ წავიდეს ევროპულ სასამართლოში უბრალოდ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია. თუ ივანიშვილს აქვს პერსონალურად პრეტენზია BBC-ს მიმართ, მაშინ ივანიშვილმა უნდა მიმართოს BBC-მ და არა იმ სახელმწიფომ, რომელსანაც ივანიშვილს ოფიციალურად მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქე. ჩვენ უკვე მიმართული გვაქვს არაერთ საერთაშორისო მექანიზმზე იმისათვის, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რადგან შიდა გამოძიება არაეფექტურია და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და მეორე, იმიტომ რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, გავიგოთ სიმართლე, რითი მოიწამნენ ადამიანები. ქართული ოცნების სახელით გაგზავნილ წერილში წერია: წაშალეთ მასალა და მოიხადეთ ბოდიში. BBC-ს გამოძიება მტკივნეულია. ბრიტანულ პარლამენტში და მთავრობაში დიდი ხანია მსჯელობენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ქართველი ხალხის წამების შესახებ მტკიცებულებები კი სანქცირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს.
ქართულ ოცნებას როგორც ყოველთვის ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილის ტკივა, მისი სახელის ხსენების ყველაზე მეტად ეშინია, ოღონდ ბიძინა არ ახსენოს არავინ და მათზე რაც უნდათ ის უთქვია, სწორედ აი ესეც არის აი ეს განწირული მცდელობა იმისი, რომ როგორმე გადაარჩინონ ბიძინას სახელი, მაგრამ ქიმიური მოწამვლა არის იმდენად სერიოზული საკითხი, იმდენად სერიოზული დანაშაული, რომ ამ ამბიდან ქართული ოცნება მარტივად ვერ გამოძვრება. უმძიმესი ბრალდება ქიმიური მოწამვლის არ გახდეს საფუძველი კიდევ დამატებითი საერთაშორისო სანქციების და ამაზე ცხადია ღელავენ. ქართულ ოცნებას დიდი ხანია არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის ინტერესები, არც სახელმწიფო ინტერესი. ერთადერთი რაც მას აინტერესებს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მოთხოვნები თუ კაპრიზები, რომლის ფარგლებშიც ალბათ არ მოსწონს მას, რომ მისი სახელი არის ადმე ნახსენები, მით უმეტეს ბრიტანული სანქციების, მოსალოდნელი სანქციების წინ და შესაბამისად მოქმედებენ ისე, როგორც სურს მათ ხელმძღვანელს. ოცნება ერთი თვე იმუქრებოდა. სტარმერის მთავრობის ბოჯიშსაც კი ელოდა ირაკლი კობახიძე. არადა თუ საქმე მართლაც მივა ბრიტანულ სასამართლომდე, ეს იქნება სიმართლის მხილების საშუალება. რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ოცნებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ. მდინარეწის ფასადურ გამოძიებას ნდობა არ აქვს.